რეალურად ეს ჩემი ვიდეობლოგი ერთ საინტერესო პერსონაჟია, ერთ საინტერესო პიროვნებაზეა და ერთ საინტერესო ამბავს ეხება. მაგრამ თავდაპირველად დავიწყებ სულ სხვა თემით. ძალიან საინტერესო, ასევე ძალიან საინტერესო თემით. უმრავლესობად წოდებულმა ბანდამ 2-3 დღის წინ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო თუ მართველი პარტიის სხდომაზე რა მნიშვნელობა აქვს ერთი და იგივეა. მიიღო ერთი საინტერესო გადაწყვეტილება. კერძოდ მათ თქვეს რომ საქართველოს პლენარულ სხდომად წოდებულ თავყრილობაზე ისინი გაიტანენ საკანონმდებლო ინიციატივა ექნებათ კანონ პროექტს თუ არ ვიცი გადაწყვეტილებას მოკლედ რომლის თანახმადაც ქვეყნიდან გაძევებულნი იქნებიან პირები რომლებსაც დარღვეული აქვთ ბინადრობის ვადები. ეხლა მე ვიფიქრებ ძალიან ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა გაანალიზა უმრავლესობად წოდებული ბანდის ეს გადაწყვეტილება და მე პერსონალურად დავუსვი კითხვა საკუთარ თავს ამგვარი ისინი ანუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებად წოდებული ბანდა ეს ხუნტა გააძევებენ თუ არა ასე მაგალითად ბევრ იმ მობინადრეს ჩვენი ქვეყნისა, რომლებიც შემოსულნი არიან ბელარუსიდან და რუსეთიდან. და გულახდილად ვიტყვი რომ ფიქრი გამექცა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ. ბელარუსებს და რუსებს, განსაკუთრებით რუსებს, აბა როგორ შეეხებიან ვინ დაამონიტორინგებს და თუ დაამონიტორინგებს ვინ მიიღებს ესეთ მკვეთრ გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ამ შემთხვევაში ხომ ფრიად და ერთობ გააღიზიანებენ რუსეთის ფედერაციას ამას ხომ ისინი ერიდებიან ამას კი არა რუსეთს ვერც ახსენებენ ნეგატიურ კონტექსტში განსაკუთრებით ნეგატიურ კონტექსტში თუმცა პოზიტიურშიც ახსენებენ მეთქი ეს სხვა მაღლა გამომივა მოკლედ რუსეთი თითქოს არ არსებობს ისე არიან არა და 70 80 შესაძლოა 100,000 პერსონას კია შემოსული, პირიც კია შემოსული საქართველოში, სწორედ პუტინის სახელმწიფოდან ბევრი იტყვის, რომ 90,000-დან თუ 100,000-დან 99% პუტინის მოწინააღმდეგეაო, მაგრამ საბოლოო ჯამში რა ვიცით. ვინმე თქვა, ვინმე შეამოწმა, ვინმე გაარკვია ვინ არიან, კი მესმის რომ უმრავლესობა რასაკვირველი არ იქნება FSB-ს წარმომადგენელი, მაგრამ 1%-იც რომ იყოს, რამდენია 100,000-ის 1%, 10%, 10,000-ია, 1% შესაბამისად 1000, არ გვინდა 1%-ზე არ ვისაუბროთ. 0.2% რო იყავს რუსეთის FSB-ს წარმომადგენელი გამორიცხავთ, მე არ გამორიცხავ კი არა აბსოლუტურად დარწმუნებულიც ვარ, რომლებიც საჭირო დროს, საჭირო მომენტში ამოქმედებიან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო და ამჟამად უკვე ანრი ოხანაშვილის უწყება მათ არც ამოწმებს ისინი ყოველდღიურად გადმოდიან კვეთენ სახელმწიფო საზღვარს ლარსიდან ასე მაგალითად ან პირდაპირ აზიბუტის რეისებით და რჩებიან ზოგი გადის ზოგი ბრუნდება ზოგი რჩება და სულაც არ გადის ხო და ამათ გაძევებას აპირებს თუ არა მდინარაძე რომელმაც რიხით გვაუწყა რომ გავაძევებთ განაარაო მე მგონია ჩემი პროგნოზია, ჩემი შთაბეჭდილებაა პროგნოზია, რომ ესენი დაერევიან პირდაპირ მნიშვნელობით, განსაკუთრებით იმგვარ ან იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, ასე მაგალითად აფრიკული ქვეყნებიდან, ასე მაგალითად არაბული ქვეყნებიდან და ჩინელებს ნაკლებად, ჩინელებს საერთოდ არა, შეუძლია ასეთ ჩინეთის მოქალაქეებს ასე ვიტყვი, ნაკლებად ან საერთოდ არა, ვინც თვალში არ ეპიტნავებათ, ან ვისაც ამას გაუბედავენ, ასე ვიტყვი. აი, ასე მაგალითად ნიგერიასთან რამდენადაც ვიცი, ურთიერთობა სულაც არა აქვს სახელმწიფოს ესეთი ძლიერიან, ძლავრი ურთიერთობა, ხო და აქ შემოსულ პირობითად ვლაპარაკობ 300 ნიგერიელს ჩასვავენ თვითმფრინავში და გაუშვებენ აფრიკის კონტინენტზე. ეს გადაწყვეტილება დაასაბუთა ამ ბანდიტმა მდინარაძემ ისე რომ ჩვენო თუ ეს ამგვარი გადაწყვეტილებები არ მივიღეთ რამდენიმე წელიწადში, რამდენიმე ათეულ წელიწადში სულაც აღარ ვიქნებითო როგორც სახელმწიფო გასაგებია, ზრუნავენ ისინი საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე მეთქი ახლა უნდა წამცდენოდა, მაგრამ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე არა, საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენელზე, ანუ ვინ იქნება და ისინი ბუნებრივია ცდილობენ გასაგებია, ხო? რომ ეთნიკური ან ეროვნებით ქართველები იყვნენ მეტნი
საზღვრების ჩაკეტვით. აი, საზღვრების ჩაკეტვა წამომწდა ახლა. ხო, ვიღაცების გაგდებით. აი, ვიღაცების გაგდება წამომწდა საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად, მაგრამ საზღვრებს მეორე მხრივ სულაც არ კეტავენ, გახსოვთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, 1-2 თვის წინ ამათმა მიიღეს გადაწყვეტილება უვიზო ან გამარტივებული ვიზით საქართველოში შემოსვლის თაობაზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რომელთა ნაწილის წარმომადგენლებსაც სავარაუდოდ გააგდებენ კიდეც ქვეყნიდან დეპორტს გაუკეთებენ რა. მე კითხვა მაქვს ამგვარი, მაგალითად ავღანეთიდან ან პაკისტანიდან ან სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ცოტა საეჭვო არის, რატომ მათი მოქალაქეების შემოსვლის, უვიზოდ ყოფნის, უვიზოდ დიდი ხნის ყოფნის გადაწყვეტილება რატომ მიიღეს? მესმის ცალკეულ სახელმწიფოებთან შესაძლოა გარიგებულნი იყვნენ, იმიტომ რომ ის სახელმწიფოები დაჰპირდნენ იმას, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში ან მიიღებდნენ მონაწილეობას ან გარკვეულ ინვესტიციებს განახორციელებდნენ, მაგრამ იმ ჩამონათვალში 17 ქვეყანა, სადაც არის მოხვედრილი, ხო? 17 ქვეყნიან ჩამონათვალში, სულაც არ არის ის სახელმწიფოები, რომლებიც ინვესტიციებს, რომელთა წარმომადგენლების ინვესტიციებს განახორციელებენ საქართველოში მსუყე ინვესტიციებზე საუბრობ და არა ერთ ჯიხურზე თუ ნახევარ რესტორანზე. მოკლედ ამათ ტვინში არეული აქვთ რაღაცები. ერთის მხრივ ერთ საკეთებენ და მეორე ხელი მეორეს აკეთებს. ასე უნდა აღვხსნა. მაგრამ ჩემი ვიდეო ბლოგი აქ იკითხარით, ამას არ ეხება, ერთი მთავარი კითხვა დავსვი უკვე რუსებს. გაცრავად ეროვნებაზე ვლაპარაკობ, ხო? იმ რუსებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ ბინადრობის მოწყობა, ბინადრობის ვადები, გაცრავად. ხო? შეეხებიან თუ არა? მოსკოვებში გაუშვებენ თუ არა ეს ქართველი რუსები? მე გეტყვით რომ არა. აბა პუტინს, ბორტნიკოვს თუ ლავროვს თუ ზახაროვას წეშინიათ და მედვედევისა, ლოთი მედვედევისა ხომ შეეხებიან. ჩემი ვიდეო ბლოგი ეხება ერთ ძალიან მაგარ კაცს და ამ კაცს ქვია თემურ ქათამაძე. რატომ თემურ ქათამაძე, რატომ საუბრობ მასზე? ამას ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ თემურ ქათამაძე არის საქართველოს პატრიოტი, რომელიც ეხრახანია იბრძვის საქართველოსთვის საქართველოში და იბრძვის საქართველოსთვის თურქეთში. ის მოჰაჯირების შთამომავალია. ვრცელდება ინფორმაცია კი არა, ვიცით რომ ასე მაგალითად რომ 90-იანი წლების მიწურულს გაფარ ილმაზი, ანუ თემურ ქათამაძე თანამშრომლობდა თურქეთში გამომავალ ცნობილ ჟურნალთან ჩვენებური. მე სტამბოლში როცა ვიყავი ადრე, მეც შემივლია ამ ჟურნალის რედაქციაში. ის ჟურნალის სარედაქციო გუნდის წევრია. რადიო თავისუფლებას მოუძიებია თავის დროზე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2004 წლით დათარიღებული მიმოწერა არსებობს თურმე, რომელიც ადასტურებს თურქეთის ხელისუფლებასთან გაფარ ილმაზის კომუნიკაციას, ილმაზი ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და ტელერადიო არხის დაარსებას ითხოვდა მაშინ. 2004-ია პრინციპში. ხო, ანუ 21 წლის წინანდელი ამბავია. 2000-იანი წლების დასაწყისში გაფარ ილმაზა დააარსა ქართული საინფორმაციო გვერდი, ინტერნეტ გვერდი. 2023-24 წლებში ბათუმში თემურ ქათამაძე თარჯიმნისა და კოორდინატორის სტატუსით, ანუ ძალიან კარგად იცის მან ქართული. ხო, ანუ რა, იმიტომ კი რა ამას ვკითხულობ, ან ეხლა თარჯიმანის სტატუსით სარგებლობდა მაშინ 23-24 წლებში, არამედ ჩვენ ვიცით, ჩვენ გვინახავს ის ეკრანებიდან, რამდენად კარგად, სრულყოფილად პრაქტიკულად საუბრობს ქართულად. და მონაწილეობდა არაერთი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებაში, გამოფენებში ქართველი და თურქი მხატვრები მონაწილეობდნენ. თემურ ქათამაძე მართავს რამდენიმე Facebook-ს, რომლებზეც ქვეყნდება არა მხოლოდ აჭარული, ნახეთ, თემურ ქათამაძე მართავს, ანუ არის ადმინისტრატორი რამდენიმე Facebook გვერდისა სოციალურ მედიაში და ქვეყნდება არა მხოლოდ აჭარული, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ლექსები, კერძების რეცეპტები, ოღონდ ამათმა რაქნეს ამაზე ოდნავ მოგვიანებით. კერძების რეცეპტები განმარტებებით თურქულ და ქართულ ენებზე. ხო, ერთ-ერთი ასეთი Facebook გვერდს ქვია ქართული სოციალური მედია. 200,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. აი ნინო კაკულია ესეთი პირი, რადიო თავისუფლებას უყება ის თურმე,
მისი ყოფილი თანამშრომელი, ანუ თემურ ქათამაძისა, რომ მოხაჯირების შთამომავალთა გვარების შესაგროვებლად თემურ ქათამაძემ მთელი აჭარა შემოიარა ფეხით. მას მიმართავდნენ თურქეთში მცხოვრები ქართველები, მოხაჯირები, ძალიან ბევრი არიან, აი გურჯებს რო უწოდებთ ჩვენ ხშირ შემთხვევაში, ან არიან ლაზები, ხო? რომლებმაც თავიანთი გვარები თურქეთში დაკარგეს და დავიწყებული ჰქონდათ. აქვთ. უხუცესებს ხვდებოდა და იწერდა, რომელი სოფლიდან რა გვარის წარმომადგენლები არიან გასული რუსეთმა რომ მოვაწყო მოხაჯირობა თურქეთის ტერიტორიაზე. პირდაპირ მნიშვნელობით სოფლები ფეხით შემოიარა საქართველოს მოქალაქეობა, მხოლოდ თავისთვის კი არ უნდა. ამ კაცს თემურ ქათამაძეს რახანია უნდა საქართველოს მოქალაქეობა და არა თუ მოქალაქეობას არაძლევენ, არამედ ბინადრობის 6 წლიანი უფლებაც კი მას ამ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ რამდენიმე წლის წინ შეუჩერა. სულ ამბობს, ჩემს უკან 1 მილიონი ჩვენებური დგასო. 68 წელს ყოფილა თემურ ქათამაძე დაბადებული. აჭარაში ესე იგი მე-19 საუკუნეში ხო არის ეს ამბავი, 19 საუკუნისა ხო არის მოხაჯირობის პრობლემა, მოხაჯირობის ამბავი, ხო? 70-იან წლებისა და გაასახლეს სწორედ რუსება. სხვათა შორის აქვე ვიტყვი რომ აფხაზებსაც შეეხო ეს პრობლემა, რა საკვირველია გარდა აჭარის მაცხოვრებლებისა და ჩვენ ვერას და ვერაფრით ვერ გამოვიყენეთ აფხაზ ხალხთან, აფხაზ ერთან სასაუბროთ ეს თემა. და ვერ დავუსაბუთეთ მას, კი არა, არ გვისაუბრია მასთან, მათთან, იმის თაობაზე, რომ რუსეთი ასე მაგალითად მე-19 საუკუნეში ორივეს გვებრძოდა, ანუ ქართველებსაც, ასე მაგალითად აჭარლებს და აფხაზებსაც, რომლებსაც ასახლებდა განსაკუთრებით თურქეთის და სხვა ახლო აღმოსავლური სახელმწიფოების ტერიტორიაზე. გასახლდნენ ოსმალეთის იმპერიაში დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ინტერნეტში ახლაც ხელმისაწვდომია მასალები, სადაც თემურ ქათამაძე მსოფლიო ქართველთა კავშირ ფენიქსის დამფუძნებლის სახელით ლაპარაკობს. ეს ორგანიზაცია ირანსა და თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან ერთად 2016 წელს დაარსდა. ისინი სხვა ანადა ჩვენ მოგწონს, ხო აი სულ ვამბობთ ხოლმე. როგორია ჩვენი ქსენოფობიური დამოკიდებულებები, რა ხარისხის არის ჩვენი ქსენოფობია, ამაზე ვილაპარაკოთ თუ გნებავთ ამავე ბლოგში ან მერე. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ სულ ვამბობთ, რომ აი რა მაგარია რომ ტავოკლარჯეთი გვაქვს, ან რა მაგარია რომ თურქეთში მაცხოვრებლები ქართველები არიან ჩვენ. აღარ გვახსოვს ხოლმე როცა ამას ჩვენ არამედ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ამ ქვაზე ამახვილებს ყურადღებას. რა მაგარია ვამბობთ, მაგრამ როგორც კი საქმე ან საკითხი მიდგება მაგთ რელიგიურ ან კონფესიურ ნაწილზე რა კონფესიის არიან ისინი ეგრევე გავრიყავთ ხოლმე, ეგრევე ისინი ჩვენი მტრები ხდებიან. დიახ, თემურ ქათამაძეც მუსლიმია. როგორც თავად ყვება, თემურ ქათამაძემ საქართველოს მოქალაქეობა 12, 15, 19 წლებში საგამონაკლისო წესით მოითხოვა. განცხადებით იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო სერვისების განავითარების სააგენტოს მიმართა და ქართულ ენასა თუ ისტორიაში შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩააბარა. მე მინდა გკითხოთ, მოდი გავაჯიბროთ მეთქი ასე. ვიტყვი ავიღოთ საქართველოს პარლამენტის რომელიმე დეპუტატი თქვენ ამოარჩიეთ ოცნების ბანდის წარმომადგენლებო და გავაჯიბროთ საქართველოს ისტორიაში ან ქართული ენის ცოდნაში იყოს კომისიის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ან მზე ქალაშანიძე, ანუ თქვენი ვასილ მაღლაფერიძე ან თქვენი გია მურღულია ან ობიექტური მზე ქალაშანიძე, ვინ უკეთ ფლობს ქართულს? თემურ ქათამაძე თუ ირაკლი ზარქუა? თემურ ქათამაძე თუ რიმა ბერიძე? თემურ ქათამაძე თუ ავისი ნებისმიერი სხვა დეპუტატი? და მე გეტყვით რომ 10-0 ამ ანგარიშით დამთავრდება თემურ ქათამაძის სასარგებლოდ და თუ გნებავთ ისტორიაშიც გავაჯიბროთ. თემურ ქათამაძე თუ დიმიტრი სამხარაძე? თემურ ქათამაძე თუ რომელიმე უგვანი ქართული ოცნებიდან? ხო და ამბავიც ის არის რომ ამ კაცს მიუხედავად იმისა რომ იქ არის დაბადებული და რატოა დაბადებული კარგად გვესმის ჩვენ იქ თურქეთში და მოხაჯირების შთამომავალია. როგორც მისი არჩევანი ეს არ ყოფილა რუსეთმა მოუწყო ეს ყველაფერი, რომელიც გთხოვდათ თურმე, ან ითხოვდა თურმე, რომ მომეცით საქართველოს მოქალაქეობა დამიკანონეთ. იმიტომ რომ მე აგე ქართულსაც შესანიშნავად ფლობდა ისტორიაშიც თქვენზე უკეთ ვერ კვევიო. ამ კაცს ორჯერ უთხრეს უარი 2019 წლის 3 სექტემბერს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი დეტალების ახსნის გარეშე
აღნიშნავს, რომ გაფარ ილმაზისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მიზანს შეუწევლად მიაჩნია. არც ეს გითხარით კიდეც, რომ გაუგრძელა ბინადრობის მოწყობა. აი, ეხლა მივადექით ალბათ, ჩავიკითხავ კიდევ ხო, და რაც თავარია რომ არ დაბავიწყდეს. გახსოვთ თქვენ, რომ თემურ ქათამაძე არის კაცი მედროშე კაცი დროშით, პათუმელი მედროშე ასე უწოდებენ ხოლმე, მას საქართველოს დროშა, სახელმწიფო დროშა, ხუთჯვრიანი დროშა უჭირავს ამ კაცს და იბრძვის საქართველოსთვის. იბრძვის როგორც თავად განმარტავს, ველი უკვე იშიმშილა კიდეც ხელში იდგა ჯერ აგენტების კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროიდან, ხოლო ბოლოს კი უწყვეტი აქციების ჩათვლით. მის ჯანმრთელობას და საფრთხე ემუქრებოდა, არაპირებდა ერთი ხანობა შიმშილობის შეწყვეტას, იბრძვის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ იბრძვის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თურქეთში სახლობენ, ცხოვრობენ და რომლებსაც საკუთარი ფესვების ძირის გაგება უნდათ და რაღაცა სააკავშირების გაბმა უნდათ დედასამშობლოსთანო, ასე რომ ჯიხს ვიცემს ყველანი გულში, მათ შორის ეს ბანდაც რომ ამბობს, რომ ამ სამშობლოს ემსახურებაო, მათი უფლებებისთვის იბრძვის ასევე და იქნება, ასე ვთქვა, პირველ ყოვლისა მეთქი. მზია მაღლობელმა ჩვენი დროის სინდისმა, მეორე სინდის თემურ ქათამაძეს მიმართა შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით რამდენიმე ხნის წინ თავად შიმშილობდა იმ ხანას, უკვე დასრულებული ჰქონდა, მერე თემურმა შეწყვიტა და ასე შემდეგ და მოხდა ამბავი დღეს ასეთი. 51 წუთის წინ ვრცელდება ინფორმაცია, ისე რომ ოჯახის წევრებთან დამშვიდობების შესაძლებლობაც არ მიეცა. თემურ ქათამაძის მეუღლის ინფორმაციით დაკავებული აქტივისტი, ანუ თემურ ქათამაძე თურქეთში გააძევეს, გადაიყვანეს. ნინო კაკულიამ ინტერპრესს განუცხადა, რომ თემურ ქათამაძის თურქეთში გადაყვანა ვერაგულად მოხდა. თემურის თურქეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია შემატყობინა ჩემმა მეგობარმა, ჩემს მეგობარს დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან არმაღანში. თემურის გადაყვანა მოხდა არა სარფიდან, არამედ საქართველოს სამხრეთიდან, სომხეთის საზღვართან ახლოს. ვერაგულად მოხდა მისი გაყვანა. ბოლო დღეებში უჩიოდა იმას, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა მიგრაციის ცენტრის მუშაკების მხრიდან და გასულ პარასკევს სიმბოლური შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. აგე კიდე დაუწყია ბატონ თემურს შიმშილობა. სავარაუდოდ მასაც ნერვებმა უტყუნა და ადვილად დათანხმდა, დეტალებს ვარკვევთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გუშინ ღამე გადაიყვანეს, ასევე გუშინ ეწურებოდა ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების ვადა, რითაც ვერ ისარგება, რადგან ვალიდური დოკუმენტი თემურს არ გააჩნია. ჯერ კიდევ 2020 წელს თურქულმა მხარემ პასპორტის მოქმედება შეუჩერა, მოკლედ იქაც პრობლემები აქვს თქვენ და მიუგდეს, ასე უნდა ვთქვა, ქვეყანას, რომელშიც ის დაიბადა. და ეს ახლა გაიგო, როდესაც თურქეთიდან მისი საბუთეი მოითხოვეთ, ასე მას უარი ეთქვა ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტის დამზადებაზეც. ახლა თემური დაკავებულია თურქეთში. მის საქმეში ხელჩასაჭირი არაფერია. რეპრესიების მანქანა იქაც ამუშავებულია. თემური ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი მის აქტიურ პოზიციას უკავშირდება. თურქეთი მხარს უჭერს დიასპორებს და მათ საქმიანობას, მაგრამ აქტიური ლიდერები არ აწყობთ და იშორებენ. თემურს ჰქონდა ყველა პირობა იმისა, რომ საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონოდა. ძალიან ბევრი კანონდარღვევაა მის საქმეში, ფაქტის შემდგარი ადამიანი ვერაგულადაა გადაყვანილი. ეს არის ერთი ამბავი და აგე გიამბეთ კიდეც. ახლა თქვენი ცნებართვით ორ ადამიანზე გავამახვილებ ყურადღებას. ბოდიში. მათ შორის ერთ-ერთი არის ჩემი მეგობარი. ბოდიში. ერთი არის ჩემი მეგობარი. ქართული ზუზადო მცოდნე, უბადლო ქართულით მოსაუბრე. ოქტაი კაზუმბოვი. და მეორე არის კამილა მამედოვა, რომელსაც მე ვიცნობ. მაგრამ არა ვართ ხა ჩვენ განსაკუთრებული მეგობრები და ახლობლები, მაგრამ მას ვიცნობ და ისიც ძალიან კარგი მოქალაქეა. ნახეთ რა წერს ეს უკანასკნელი. ოქტაიზე ვიტყვი ორ სიტყვას, რომ მამისთანა ქართველი, აზერბაიჯანელი ქართველი,
ბევრმა ინატროს ქართველი კაცი, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე. კაცი, რომელსაც ქართული სახელმწიფო ჭკუა რო ჰქონდეს, საქართველოს ხელისუფლება, რო ყავდეს და არა ხელისუფლების წოდებული ბანდა, უნდა იყენებდეს ძალიან ბევრ ამბავში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებთან ურთიერთობაში, მას უნდა ეყრდნობოდეს თუ იყენებდეს თარგმანში, ქართული კულტურის აზერბაიჯანელებისთვის გაცნობაში და ასე შემდეგ. ეს კაცი ამას აკეთებს თავის მხრივაც, მაგრამ სახელმწიფო რესურსი, სახელმწიფო უნდა ეთანამშრომლებოდეს ამგვარ პირებს, ბურჯებს ქართული სახელმწიფოსი, მე გონია რომ მომისმენს და გოგთაი მოგიკითხე. კამილაც ასაკვირველია ამგვარია და სხვაებიც. სადღაც 9 წლის ვიქნებოდი მამაჩემის 24 ვოლგაში ვისხედით. მომავალზე ვსაუბრობდით. მითხრა რომ შენ და შენი ძმა წახვალთ საბათუმში, უკაცრავად ბაქოში სასწავლებლადო, საცხოვრებლადო. რატომ აქ არ შეგვიძლია ყველა ერთად რომ ვიცხოვროთო, ვკითხე მე მას. ჩვენ აზერბაიჯანელები ვართ და აქ პერსპექტივა არ აქვს. ასე უპასუხია მამას. მე ძალიან გენიალური ჩემი მოსაზრებით გადაწყვეტილების პოვნაში ვეუბნები. დედა ხომ ქართველიაო? და დედის გვარზე გადავიდეთო. სახლის დატოვება რომ არ მოგვიწიოს, მაშინ კარგად ვერ გავიგე, მაგრამ მამამ თქვა, თუ გინდა გადადი, რა თქმა უნდა, მე წინააღმდეგი არ ვიქნებიო, წყენა თუ რაღაც მსგავსი შეგრძნება კი შემამჩნიე მის სახეზეო. მე ხვდებოდი რომ აქ ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და ყველგან ამას ვხედავდი და ვერ ვიაზრებდი მაშინ. ლევან მამალაძე რომ ამბობდა მე რომ არა მე ქართლში სეპარატიზმი გაღვივდებოდა, სულ მეკითხებოდნენ საიდან ჩამოხვედით საქართველოსიო, ქართული ისწავლე ვიდეოს დადებ ქართულ სოფელზე, რომელშიც ქართველი აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და ჩამოთრეულებს ეძახიანო. ხალხო, ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი, ქართველი აზერბაიჯანელი, ძალიან ბევრი სომეხი აზერბაიჯანელი სულაც არ ფლობს ქართულ სახელმწიფო ენას. ეს პრობლემაა ჩვენი, მათ შორის ჩვენი განათლების სისტემის პრობლემაა, მათ შორის იმის პრობლემაა, რომ ჩვენ არ აგვყავს პედაგოგები, რომლებიც მარნეულში და მარნეულს მიღმას აზერბაიჯანულ სოფლებში, მარნეული კიდე ქალაქია, ხო? აზერბაიჯანულ სოფლებში ივლიან და სახელმწიფო ვერ აძლევს მათ ერთი კვალიფიციურები არ აგვყავს, ანუ ორენოვანები უნდა იყვნენ, აზერბაიჯანულ ქართულენოვანები ალბათ და მაღალი ალბათობით და მეორე ვერ აძლევს სახელმწიფო მათ აი სურო საუკეთესო ნახოს სათანადო შრომის ანაზღაურებას. ვერაც აი თბილისში ცხოვრობს ვინმე აზერბაიჯანი, რომელმაც კარგად იცის ქართული, სულაც არ წავა რომელიმე სოფელში და არ ჩაატარებს ქართულის თუ ისტორიის გაკვეთილებს, საქართველოს ისტორიის გაკვეთილებს, იმიტომ რომ მას ექნება ხელფასი არ ვიცი რამდენია, მაგრამ პირობითად 1800 ლარი და 1800 ლარი ბუნებრივია საკმარისი არ არის. რეალურად ნაკლებიც ექნება, მაგრამ მაინც. მოკლედ ეს პრობლემაა. ამის გამო ეს წლებია ეს პრობლემა არსებობს. ამის გამო ჩვენ კი არ უნდა გავრიყოთ ეს მოქალაქეები, არამედ ჩამოთრეულები კი არ უნდა ვეძახოთ. კი არ უნდა ვთქვათ, რომ აი კიდევაც დაიზრდებიან ალგეც ლეკვები მგლისანი და ისინი შაშჭამენ მათ, ხო? არამედ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ისინი არიან ჩვენი ნაწილები და მუდმივი დაუსრულებელი დიალოგი, დაუსრულებელი კომუნიკაცია, დაუსრულებელი მათი ჩართულობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, უნდა იყოს უზრუნველყოფილი და რაც საკვირველია განათლების სისტემა უნდა ჩაირთოს, ამოქმედდეს ამ თვალსაზრისით, პროგრამები უნდა ამოქმედდეს და მომავალ თაობებს მაინც იმ სოფლებში მაცხოვრებლებს უნდა ვასწავლოთ ქართული და სახელმწიფოში მათი ინტეგრაცია მოხდეს, მათ შორის საქმე წარმოებაც უნდა ვასწავლოთ, იმიტომ რომ საქმე წარმოება იცით ჩვენ კანონის თანახმად სწორედ ქართულად უნდა მიმდინარეობდეს, ხდებოდეს ჩვენთან, მაგრამ სახელმწიფო უწყებებში, მაგრამ ხანდახანზე ხშირად ვერ ხდება იქ, სადაც ეს პრობლემები არის, ქართული შეგრძნების, ქართული ცოდნის. მაგრამ ეს ყველაფერი გასაგებია, შესაძლოა ვცდები, შესაძლოა ოდნავ სხვა ინტერპრეტაციით წარმოუადგენს, სხვაგვარად ჯობს განათლების სპეციალისტებმა ილაპარაკონ და ასე შემდეგ მთელი პროგრამები არსებობს ამასთან, უნდა არსებობდეს ცალკეული პირები, ვინც განათლებაში ამას ემსახურებიან, ამას აკეთებენ კიდეც განა არა, მაგრამ არ შეიძლება მათი გარიყვა და ქართული სახელმწიფო მეცადინეობით, ქართული ბანდის მეცადინეობით მუდმივად ხდება აი ესეთი ნარატივი მკვიდრდებოდა და მკვიდრდება, რომ ისინი არიან უცხონი. არა და ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებები ამ შემთხვევაში კამილა მამედოვა, ან სხვები და სხვები ოქტაი ვახსენე, ან სომხურენოვანი არაჩვეულებრივი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნისა და ასე შემდეგ. არამედ მთლიანად ეთნოსი როგორც ასეთი, ისინი არიან ჩვენები. და
ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს აღქმა გქონდეს მათ მიმართ ამგვარი რომ ისინი არიან ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ბევრ ქართველზე მე ხო ერზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს ინდივიდებზე ვილაპარაკებ, თუ გნებავთ დავასახელებ კიდეც, ბევრ ქართველზე უკეთესნიც კი არიან, ბევრი აზერბაიჯანელიან, ბევრი აზერბაიჯანელი ქართველიან, ბევრი სომეხი ქართველიან, ბევრი ბერძენი ქართველი თუ არიან ბერძნები, ბერძენი ქართველები კიდევ საქართველოში და ალბათ არის. და დაუბრუნდები პირველ სიტყვას, რას აპირებს ბანდა, მე ვიკითხავ. ანუ ვის მოცილება გაგდება საპირებს? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა. პაკისტანელებისა, ირანელებისა და თუ აპირებს პაკისტანელებისა, ირანელების გაგდებას და თუ არის ამაში გარკვეული ლოგიკა, იმიტომ რომ მათ ინდივიდებს დარღვეული აქვთ ბინადრობის ვადები, მე გეკითხებით, ჰორიზონტალური მიდგომა რატო არ უნდა იყოს ყველა სამართლიანი და ჰორიზონტალური მიდგომა, ყველა ეთნოსის ან ყველა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ. რუსების გაგდებას არ აპირებთ? ანუ რატომ პაკისტანელები და არა რუსები? და რატომ ირანელები, ირანელებს ალბათ ვერ შეეხებიან, რატომ ნიგერიელები და არა ბელარუსები? კითხვა მაქვს. იმიტომ რომ მამუკა მდინარაძე ასე უნდა რომ ვინც ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში, იმათ მოქალაქეებს კი არ შევეხებით. რუსების ან ხორციელებენ. უი, რა მაგარი ამბავი გამახსენდა. ბათუმში აპარტამენტი all inclusive. აი ესეთი რეკლამა მხდება და ვინ მისცა ასე ბოგინის და ასე პარპაშის უფლება რუსებს, რომ ამხელა აპარტამენტები აშენონ შავი ზღვის პირეთში ჩვენს მთავარ ქალაქში, მოცემულ ეტაპზე მთავარი ქალაქია ხა. აფხაზეთს რო შემოვიერთებ, ბათუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ან ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იქნება, როცა აფხაზეთი დაბრუნდება ჩვენს წიაღში. ხო, ვინ მისცა საბოლოო ჯამში, ვინ გადასცა ამხელა ტერიტორიები და ამხელა სასტუმროების აშენების უფლება შესაძლებლობა ვინ მისცა? თუ გაირანელებისა, თუ გამუსლიმებისა, თუ გასპარსელებისა, თუ ნიგერიელებისა გეშინიათ თქვენ, ქართველებო, რომლებიც ხანდახან ხვდებით ხოლმე, გარუსებისა როგორ არ შეგეშინიათ? თუ რა გგონიათ მართლა მოყვრები არიან, მოყვარი სახელმწიფოა, ერთმორწმუნედ შემოსული რუსეთი, რომელიც ანგრევს და ანგრევს ამ სახელმწიფოს უკვე ლამის სამი საუკუნეა. გადავედით სხვა თემაზე. თემურ ქათამაძეს გაუმარჯოს, ნახვამდის.